28 პუნქტიანი გეგმა შემცირებულია. დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მომზადებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი სადავო პუნქტი ტერიტორიულ საკითხს ეხება. დიდი ალბათობით საუბარია იმ პუნქტზე, რომელიც ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად აღიარებას გულისხმობს. მოლაპარაკებების მიმდინარეობით ამერიკის პრეზიდენტი კმაყოფილია მომდევნო კვირაში სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება. დონალდ ტრამპის წარმომადგენელი პუტინს უნდა შეხვდეს, უკრაინულ მხარესთან სასაუბროდ კი ამერიკის პირველი პირი არმიის მდივანს გზავნის. თეთრი სახლის ლიდერის კიდევ ერთი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი როლისა და უფლებების ხაზგასმას ცდილობს ევროპა, რომელმაც კორექტირებამდე გეგმის პირველი ვერსია კაპიტულაციად გამოაცხადა. Როგორ დაიწერა თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, რომელიც თითქმის 4 წლიანი საომარი მოქმედებების დასასრულებლად შესაძლოა გარდამტეხი დოკუმენტი აღმოჩნდეს. ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული მასალები ტრამპის გეგმის მზადების გარშემო ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს. რამდენად ჰქონდა ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე გავლენა რუსეთს? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ურჩევს, თუ როგორი უნდა იყოს მოსკოვის პოზიციები ვაშინგტონთან და ტრამპთან ურთიერთობაში. თითქმის 5 წუთიან სატელეფონო საუბარში უიტკოფი უშაკოს ურჩევს, თუ როგორ უნდა ესაუბროს პუტინი ტრამპს ამერიკის ლიდერის პოზიტიური განწყობის მოპოვების მიზნით. მათ შორის საუბარია მიწების გაცვლაზეც. შესაძლოა მან უთხრას პრეზიდენტ ტრამპს იცის სტივმა და იურიმ განიხილეს მსგავსი 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და ეს შესაძლოა იყოს ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, შესაძლოა იყოს გარდამტეხი მომენტი. ჩვენ ღია ვართ მსგავსი რაღაცების მიმართ, იმის გასარკვევად თუ რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ახლა მე გეტყვი შენ, ვიცი რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. დონეცკი და შესაძლოა სადმე მიწების გაცვლა. ასე საუბრის ნაცვლად მოდით უფრო იმედიანად ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ აქ შეთანხმებას მივაღწევთ. შემდეგი რჩევა, რაც უშაკოვმა უიტკოფისგან მიიღო, იყო ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის ინიცირების თარიღი. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უშაკოვს მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ საუბარი ლიდერებს შორის უკრაინის პრეზიდენტის თეთრ სახლში ვიზიტამდე მოხდებოდა. და კიდევ ერთი რამ, ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში მოდის. ვიცი ამის შესახებ. მე წავალ ამ შეხვედრაზე, რადგან მათ სურთ ჩემი ყოფნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ შესაძლებელია შენს უფროსთან საუბარი პარასკევის შეხვედრამდე გვქონდეს. ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარი 16 ოქტომბერს ზელენსკის ტრამპთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მართლაც შედგა, რომელიც ტრამპმა მოგვიანებით პროდუქტიულად შეაფასა. სატელეფონო კომუნიკაციის ფაქტს არ უარყოფს თავად უშაკოვი. მისი თქმით, უიტკოფთან საუბარი კონფიდენციალური იყო, დეტალების გასაჯაროვება კი მიუღებელია. უშაკოვი ასევე აცხადებს, რომ დეტალების ნაწილი ყალბია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კეთდებოდეს. ვიღაც ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ამ საუბრების არსი კონფიდენციალურია. მე კომენტარს არ ვაკეთებ ამაზე. არავინ უნდა გააკეთოს კომენტარი. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე არ სმენია. ამის მიუხედავად კი ტრამპი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის საუბარი სტანდარტული პროცედურაა. ეს არის ის, რასაც გარიგების შემსრულებელი აკეთებს. შენ უნდა თქვა, ნახე მათ, ეს სურთ. შენ ისინი ამაში უნდა დაარწმუნო. იცით, ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმა. ამის შესახებ არ მსმენიათ, თუმცა მსმენია, რომ იყო სტანდარტული მოლაპარაკება. ვფიქრობ, უკრაინასაც იმავე ეუბნება, რადგან თითოეულმა მხარემ საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას. სამშვიდობო გეგმის თავდაპირველ ვერსიას ევროპელი ლიდერების ნაწილი სწორედ იმ არგუმენტით ეწინააღმდეგება, რომ ის არა უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს შეიცავს. თუმცა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ლიდერების, უკრაინის პრეზიდენტის და შტატების სახელმწიფო მდივნის ჩართულობით შემუშავებულ 18 პუნქტიან გეგმაშიც რჩება სადავო საკითხები. მთავარი საკამათო ნაწილი უკრაინის ტერიტორიები და ნატოს საკითხია. უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებისა და ტერიტორიების შენარჩუნებაზე ტრამპი როგორც ჩვენ სკეპტიკურადაა განწყობილი. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მოლაპარაკებების ფარგლებში ტერიტორიების ნაწილს არ დათმობს, მას ისედაც დაკარგავს რამდენიმე თვეში. თუ დააკვირდებით, საქმე მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. საბოლოოდ ეს არის მიწა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთმა მაინც მიიღოს. ასე რომ გსურთ ბრძოლა და კიდევ 50-60,000 ადამიანის დაკარგვა, თუ გსურთ ახლა რამის გაკეთება, გსურთ გქონდეთ საზღვარი, შეუძლებელია გქონდეთ საზღვარი, რომელიც გადის მაგისტრალზე, ან საზღვარი, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში. ეს არ იმუშავებს, ამიტომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ ემხრობა ამ ნაწილს და რამდენჯერმე სწორედაც, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფად დაასახელა ომის დაწყების მიზეზად. უკრაინაში კი ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მყარ უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამას ნიშნავს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.
თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის ვარიანტი, მაშინ უნდა უზრუნველყონ საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი აღარასდროს შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას. რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება არ აქვს იმაზე, ვინ შეიძლება იყოს ნატოს წევრი. თუმცა ალიანსის ფარგლებში წევრობისთვის ერთ სულოვნებაა საჭირო. ვაშინგტონის სამიზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატოში შეუქცევადია. ამავდროულად რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ამჟამად ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს და მათ ჩართულობას ამ პროცესში, ისინი მიესალმებიან ამერიკის ძალისხმევას, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპელი ლიდერები ვაშინგტონის დამოკიდებულებით უკმაყოფილოები არიან. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტრამპის სამშვიდობო ზავის ინიციატივას მათთან კონსულტაციების გარეშე გეგმავს. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროპა არ არის სპაიკი და ის სუვერენული მოთამაშეა. უკრაინისთვის, ევროპისთვის და ამერიკასთან ჩვენი ალიანსისთვის ამ საბედისწერო მომენტში ასევე მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ევროპულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ურთიერთ შეთანხმებით შეიძლება. ევროპა არ არის სპაიკი, არამედ სუვერენული მოთამაშეა, რომელიც საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებს მისდევს. თავად უკრაინის პრეზიდენტი მზადაა სამშვიდობო გეგმაში არსებულ სენსიტიურ საკითხებზე სასაუბროდ ტრამპს შეხვდეს, რაშიც შესაძლოა ევროპელი ლიდერების მონაწილეობა დაეხმაროს. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და ჩვენ მზად ვართ წავიდეთ წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ლიდერებსა და ყველა პარტნიორთან, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა აქვს. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე. განსახილველი ამ გრძნობიარე საკითხები, ისინი ჯერ კიდევ არსებობს და ვფიქრობ, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შესაძლოა დაგვეხმაროს. მომავალ კვირას უიტკობს ვიზიტი აქვს დაგეგმილი მოსკოვში, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. მთავარი თემა კი სამშვიდობო გეგმა იქნება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ჟენევაში განიხილეს. გეგმის პირობებზე შესათანხმებლად მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ გუშინ აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნები ერთმანეთს შეხვდნენ.